გამარჯობა, ეს თეორემაა და დღევანდელი გადაცემის მასპინძელი მე ირაკლი კიკნაველიძე ვიქნები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით H1N1 ვირუსით საქართველოში დადასტურებულად 9000-მდე ადამიანია ინფიცირებული. ცენტრის ცნობით H1N1 ყველა ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული. ამასთან ცენტრის სპეციალისტების განცხადებით გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ქვეყანაში აცრილია 20000-მდე ადამიანი, მათ შორის 12000 მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირი. ჩვენი სტუმარი დღეს დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ბატონ პაატასთან. მოგესალმებით ბატონო პაატა, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. ბატონო პაატა, პირველ რიგში ამ წუთებში ამ მდგომარეობა გაიზარდა თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა? პატარა შესწორება, მე სამეცნიერო დირექტორი ვარ, მეორე ის რომ 9000 ყოველ კვირაშია, ბოლო 2 კვირა არის 9000 ყოველკვირეულად. ანუ საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელმაც უკვე ასე ვთქვათ, გადაიტანა გრიპი ყოველნაირი ასე ვთქვათ, პრობლემის გარეშე, ზოგმა მძიმედ, ზოგმა სულუხად, მაგრამ უკვე ასე ვთქვათ, გადაიტანა და გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ავადობა მაგ დონეზე რაც თქვენ ბრძანეთ, დაახლოებით ეს არის 250 ყოველ 100,000 მოსახლეზე. სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების 4 შემთხვევა, აქედან 3 გარდაიცვალა H1N1 ტიპის ვირუსით და 1 გარდაიცვალა H3N2 ტიპის ვირუსით. ანუ ეს რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობთ, რომ არ არის მნიშვნელობა თქვათ, რომელი გრიპის ვირუსი შეგეწრება, არის B არის H1N1-ია თუ H3-ია, გრიპი ყველანი ასე ვთქვათ გადაგვიტანია ყველას, სამწუხაროდ თუ არ მივაქცევთ დროზე ყურადღება, ძალიან იშვიათად შეიძლება მძიმედ დამთავრდეს. დიახ, რომ გავამარტოთ მაინც, რომ ბევრი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება ამ თემის გარშემო. კონკრეტულად რა ტიპის ვირუსთან გაქვს საქმე და შესაძლებელია თუ არა სიტუაციის უფრო დამძიმება ამ სტატისტიკის თუ რა? კი ბატონო, მოგახსენებთ, როგორც გითხარით, საქართველოში დღეისათვის ცირკულირებს ძირითადად H1N1, მას ხშირად ჟურნალისტები ღორის გრიპს უწოდებენ, თუმცა ღორთან არაფერი კავშირი არ აქვს ნამდვილად. და ეს ვირუსი დედამიწაზე დატრიალდა 2009 წლიდან, მაშინ დედამიწაზე იყო პანდემია, შესაბამისად ბევრ ქვეყანაში იყო ეპიდემიური სიტუაცია, მათ შორის ჩვენთანაც ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალი იყო ავადობა, გაცილებით მაღალი ვიდრე სხვა წლებში. ასევე იყო ვთქვათ 2010-11 წლის სეზონიც, რადგანაც ისევ ეს ვირუსი დატრიალდა ძირითადად ქვეყანაში, თუმცა მაშინ B ტიპის ვირუსიც ასე ვთქვათ შეერია მეორე სეზონზე. დღეს როგორც გითხარით, ძირითადად ტრიალებს ეს H1 ტიპის ვირუსი, თუმცა ცოტა, მაგრამ არის H3 ტიპის ვირუსით, რომელიც ასევე ძველი ვირუსია, დიდი ხანია დედამიწაზე ტრიალებს. ამიტომაც ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს მართალია ეს ყოველწლიურად ცოტა სახეცვლილება აქვს ხოლმე ერთსაც და მეორესაც ამ ვირუსებს, მაგრამ მაინც უმრავლესობას ჩვენი თანამოქალაქეებისა რაღაცა იმუნიტეტი ამ ვირუსებზე უკვე აქვს. აქედან გამომდინარე არ ველოდებით სწორედ იმას, რომ მიიღებს ძალიან ფართო გავრცელებას და ჩვენი პროგნოზი ასეთია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს რაღაც ნახევარია ეპიდემიური ზღურბლისა, კიდევ მოიმატებს ალბათ, მაგრამ ეპიდემიურ ზღურბლს არ უნდა გადააჭარბოს. გასაგებია, მაღალი რისკის ჯგუფებით რო კიდევ ერთხელ განმარტოთ, ვინ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტად ფრთხილად ამ შემთხვევაში? კი ბატონო, მოგახსენებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც, რომ ამ ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად გრიპის სიმპტომების დაწყებისას და რაც ძირითადად არის უეცარი მაღალი ტემპერატურა და ასე ვთქვათ, ინტოქსიკაციის ნიშნები, ანუ დამტვრეულობა თელს სხეულში, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ყელის ტკივილი და ასეთი სიმპტომები, ხი გრიპის სიმპტომები პრინციპში ყველამ ვიცით. და ასეთი ადამიანები, ვისაც ვთქვათ, რისკის ჯგუფია და რისკის ჯგუფი ეს არის პირველ რიგში ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ეს იქნება ძირითადად სუნთქვის სისტემის დაავადებები, ეს იქნება გულსისდავრთა სისტემის დაავადებები, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი,
სხვა შორის სიმსუქნეც რისკის ჯგუფია, მაღალი ხარისხის სიმსუქნე განსაკუთრებით ამ დაავადებისათვის და ორსული ქალბატონები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ბატონ ბატა, თუ არის მომავალში რაღაც გზები, რომ ასეთი მასობრივი გავრცელება ვირუსის თავიდან ავირიდოთ? იცით რა, სოფლიო დიდი ხანია მუშაობს, თქვათ, გრიპის ვაქცინებზე, არსებობს რა თქმა უნდა გრიპის საკმაოდ ეფექტური ვაქცინები, მაგრამ მათი, თქვათ, ყველაზე საუკეთესო ვაქცინების ეფექტიანობა რაღაც 60-75 მაქსიმუმ პროცენტი ფარგლებშია, თუმცა ისინი გვიცამენ მძიმე გართულებებისაგან, მაგრამ როგორც გითხარით, თვითონ გრიპისაგან დაცვა არ არის ძალიან მაღალი. თუმცა დღეს უკვე და რაც მთავარია ეს ვაქცინა ყოველწლიურად იცვლება. იცვლება იმიტომ რომ ყოველწლიურად იცვლება თვითონ გრიპის ვირუსი, ძალიან ამ მხრივ ცუდი ვირუსია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ გენეტიკური ცვლილება ახასიათებს, ყოველწლიურად ცოტათი შეიცვლის სახეს, აქედან გამომდინარე ორგანიზმი ვერ ცნობს, რომ უკვე ქონდა შეხვედრა ამ ვირუსთან და ისევ ხდება ავად. დღეს ამიდეს უკვე მუშაობა, რომ შეიქმნას უფრო სტაბილური, თქვათ, გრიპის ვაქცინები. რაღაც მიღწევები არის, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ის ასე ვთქვათ მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში არ არის. ბატონ ბატა, თქვენ უკვე წლები აკვირდებით საქართველოში სტატისტიკას ვირუსების და გრიპებისაც მათ შორის. რა ტიპის ვირუსებს უნდა ველოდოთ ჩვენ ამ ზამთარს კიდევ? გასაგებია რომ ამის პიკმა შეიძლება უკვე გადაიაროს მალე. იცით რა, მოდით ესე ვთქვათ, ჯერ გრიპის მაგვარები ჩვენ ზედამხედველობა გვაქვს არა მარტო თქვათ თვითონ ამ გრიპზე და მის ასე ვთქვათ ქვეტიპებზე, რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში, პარალელურად ჩვენ ვაკვირდებით სხვა გრიპის მაგვარი დაავადებების ვირუსებსაც. შემოდგომიდან საკმაოდ აქტიური იყო რინოვირუსები, ეცდა მაყურებელ შეიძლება არც არ ეუბნება სახელები ამითი, მაგრამ ეს ის ვირუსებია, რომლებიც გაციებას რო იწევს, იქ არის მეტაპნევმოვირუსი, არის პარაგრიპის ვირუსი, არის რესპირატორულ სენსიტიური ვირუსი, ოღონდ როცა გრიპი მომრავლდება ხოლმე, ამ ვირუსებს ასე ვთქვათ ცოტა განდევნის და ესენი ცოტაა. მერე გრიპი სანამ დაიწყება, ესენი უფრო ბევრია. მერე გრიპი რო ჩამთავრდება, ისევ ესენი ცოტა ხანი კიდე დარჩებიან და პრინციპში წელს ზამთარში არის ძირითადად რა თქმა უნდა ეს ვირუსები და ბავშვებში ჩუტყვავილა კიდევ აქტიურია, რომელიც ასევე შარშან წლის ბოლოსკენ გააქტიურდა. გასაგებია ბატონ ბატა, უღმეს მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა ასევე თქვენ და ჩვენ მაყურებელს. ამით პირველი